მოგესალმებით. ნუ ამხანაგი ბაჩო ვირუს ებრძვის და შემოგვიერთდება. დღეს არაო. მოდი ირაკლი კობახიძის კი ბატონო გაიკეთეთ აცრა. ირაკლი კობახიძით დავიწყოთ, იმიტომ რომ ჩემი აზრით თავარი რაც მოხდა არის ეგ. გავუშვით? პირველი ირაკლი კობახიძე რამე გვაქვს თუ ისაუბროთ? სასაუბრო თემა, არც არის საჭირო. ჩვენები იყვნენ იმ ქვეყანაში, არაბთა საემიროებში და 6 მილიარდის ინვესტიცია წამოიღეს. უპრეცედენტო რაოდენობის თანხა 6 მილიარდი არის. ის თანხა, რომელიც საქართველოს ეკონომიკას ძალიან დაეთყობა და უსმინე არაბთა ემირატების წარმომადგენელს, იმ კომპანიის წარმომადგენელს, რომელიც ამ ფულს ჩამოდის, თქვა რომ სადაც ჩვენ შევედით, ამ 6 კიდე 6 მოყვავა, ანუ ბუმი დაიწყო. და ეს ფული იდება უძრაობაში. არაბთა საემიროს გარანტირებული აქვს, რომ 6 მილიარდი იქნება უსაფრთხოდ, მას არავინ არ შეეხება და ასე შემდეგ. გინდა ისავიღოთ, რა ქვია, ნებისმიერი celebrity, გინდა UFC, რომელიც ჩვენ ესე ძალიან მოგწონს და ეხა ხუთეულში არის მერაბ დვალიშვილი და ილია თოფურია და ასე შემდეგ და ასე. ყველა მნიშვნელოვანი ღონისძიება ტარდება დუბაიში, იმიტომ რომ დუბაი და აბუ-დაბი არის ყველაზე უსაფრთხო ქვეყნები. შესაბამისად, ისინი, როდესაც ინვესტიციას აკეთებენ, ეს არის ბოლომდე დაცული, ბოლომდე გააზრებული და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჩვენ მოვისმინეთ ქართული სახელმწიფო მოღვაწეების განცხადება, ჩინოვნიკების, გალობლიშვილი იყო, მე თუ არ ვცდები, უკაცრავად შეიძლება მეშლება, რომ სპეციალური ჯგუფი შექმნეს ნაცებმა და ჩავიდნენ და ცდილობდნენ აი ამ გარიგების ჩაშლას. ხო, ნუ არ ვიცი, რამდენი ხანი უნდა ვითმინოთ ეს? არა, შალვა, ნაცებისგან მიჩვეული ვართ, ახლა სალომე სამადაშვილი თვითონ ამბობდა, რომ მე ესე იგი სპეციალიზირებული ვიყავი იმაში, რომ ევროპის კარდაკარ მევლო, ლევან ხაბეიშვილთან, იმასთან რა ქვია, კანდელაკი წარებებგადამული რო არის, ერთად დავდიოდით, რომ ჩაგვეშალა ნებისმიერი მოლაპარაკება. ესენი არიან შიდა კოლონისტები, ჩვეულებრივი მოვალატეები. იქ არ გამოვიდა, დღეს ვიხილეთ, ვაკხანალია ევროპის პარლამენტში და ევროკავშირშიც ვნახეთ ჩვენს დიპლომატებს ლურჯი პასპორტებით შეეზღუდათ შესვლა, ჩვეულებრივი პასპორტებით შევლენ და ლურჯი პასპორტებით ვერ და რაღაცა პრობლემები შეექმნა ჩვენს დელეგაციას, საპარლამენტო დელეგაციას იქ ლეგიტიმაციისთვის. ნუ ორბანი გამოეხმაურა ამას უკვე და მოუწოდა რომ სოროსელებს და გლობალისტებს მოუწოდა რომ შეწყვიტონ ჩვენი დისკრიმინაცია, მე ერთს ვიტყვი. არ დარჩა ბევრი დრო. ანტაპუნქტით დაეცემა თქვენი რეჟიმები. დიდო ევროპულო სახელმწიფოებო. აგერ ვარ მე, აგერ ხარ თქვენ და ვინ დასწრებს, რა თქმა უნდა, საქართველოს ამას ვერ შეძლებს. რუსეთიც, რა თქმა უნდა. და სხვათა შორის დაეცემა, არა ეცემა, იმიტომ რომ ეს არის გარანტირებული ევროსკეპტიკური ესე იგი ევროკავშირი გადაიქცა ბოლომდე ბიუროკრატიულ მოდელად, სადაც ეროვნული სუვერენული სახელმწიფოების ინტერესები ბოლომდე ირღვევა. შესაბამისად, როგორც ტრამპთან დასაწყისში თქვა, რომ ევროპის ტელეფონის ნომერი არის ორბანის ნომერიო, ეს გაგრძელდება. მოდი არ გვინდა ბევრი საუბარი, ევროპა და ევროკავშირი დღეს არის თავარი გერმანია და საფრანგეთი, ხო? ხო, მოდი გერმანიაზე ვთქვათ რა. გერმანია და საფრანგეთი. საფრანგეთი ვერ აკომპლექტებს მთავრობას, ლეგიტიმაციას ვერ იღებს პრემიერი. მაკრონი არ არის ხალხის რეპრეზენტატორი 20% აქვს მეგონი, ისტორიული მინიმუმია. საუბრობენ გერმანიაში AfD-ს იმაზე, რა ქვია, დაქენსელებაზე. რომელიც ნუ კანონია. არ გამოვა. ხო, რა თქმა უნდა, რომ ეს არის ყოვლა დაუხსნელი მე AfD-ს ხელმძღვანელის სხვათა შორის ილონ მასკი ასაფურთებს AfD-ს, ილონ მასკი თავისი, არ ვიცი, ალგორითმებით თუ რაღაცა მანქანებით და ფულით ვთქვათ რა. გინდა ფულით, გინდა იმით, იმიტომ რომ არგენტინაში ის მილეი არის ილონ მასკის ტიპი, AfD არის ყველაზე ისეთი წარმოსადეგ კანდიდატი, რომელიც ამბობს, რომ გერმანიას უნდა კონდეს პირველი თავისი ვალუტა, უნდა გამოვიდეს ევროკავშირიდან, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. საფრანგეთში ყველა მე მყავს ძალიან ბევრი მეგობარი საფრანგეთში,
რომლებიც მიყვებიან რეალურად რა ხდება, Brexit-ი არის ისეთი რეალური, როგორც არ ყოფილა აქამდე. ამ მაკრონის ხელში არ გამოვა. ხო, საფრანგეთის და გერმანიის დაეგზიტება ევროკავშირიდან ნიშნავს ევროკავშირის დაშლას, ხო? მე ერთ სიტყვი მე და ის რა ქვია, ამერიკის გამოსვლა ნატოდან, ალბათ ამერიკის დაშლას, ხო? ამერიკის არა ნატოს დაშლას. ბოდიში, ხო, მე ნატოს დაშლას. უსმინე AfD-ის ლიდერის ვიდეო მიმართვას. თავარი პრობლემა რაც ეს ქალი ლაპარაკობს, ხო ჩვენ ძალიან მაგარი ქალია. ეს ქალი ლაპარაკობს ემიგრაციულ პოლიტიკაზე, რომელმაც დაღუპა გერმანიაო და ყოველ დღე თითქმის კვირაში ერთხელ ხდება ისლამისტი ტერორისტების ოღონდ არა ტურისტების, არამედ უკვე იქ მცხოვრები ხალხის საზარელი თავდასხმები, ბავშვებზე, მოხუცებზე, ქალებზე ყოველად გაუგონარი სისასტიკე გერმანიის ქუჩებში. ანუ იქ რო ჩახვიდე ტურისტად, არ ახარ გარანტირებული რომ რაღაც სიგიჟეში არ მოხვები. და სხვათა შორის ყველა, ხო. და ძალიან ისეთი მიმართვა რა გერმანიისთვის ცოტა უცნაური, იმიტომ რომ ცოტა ნაციონალისტური სულით არის გაჟღერებული. შესაბამისად, მე მინდა ვთქვა რომ გერმანია არის ძალიან სერიოზული პრობლემების წინაშე. თუ გერმანია არ გადარჩება, თუ ეროვნული გერმანია არ გაჩნდება, რაც დიდი პრობლემაა ალბათ ბევრისთვის. გერმანია დაიღუპება. და უფრო მეცაც გეტყვი, რამოდენიმე თვის წინ ახლანდელმა მთავრობამ დაანონსა ის, რომ ესე იგი ემიგრანტებს გაუადვილდებათ მოქალაქეობის მიღება, იმიტომ რომ გერმანიის ეკონომიკა იღუპება, ყოველ წელს აქ 0.5%-იანი უკუკლება და შესაბამისად ესე იგი მიგრაციით და სამუშაო რა ქვია მუშახელით ცდილობენ ამის ესე იგი დაანონსებული იყო რომ გამარტივდება მოქალაქეობის მიცემა, მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა აი საიმიგრაციო მიმართულებით მართლა იყო უნგრეთსა და შვედეთში. უნგრეთმა ეს მოაგვარა მეტწილად და შვედეთში არის უნგრეთმა მოაგვარა, გაყარა ხალხი კაცო. ხო, და magis გამო არა, უნგრეთში ორბანმა მოაგვარა. ორბანმა მოაგვარა და magis გამო პრობლემები ჰქონდა და შვედეთში per capita-ზე არის მაგალითად მექსიკის კალიბრის კრიმინალი. კი, სხვათა შორის. და მოდით ახლა ერთი თემა ანუ არც მეტი, არც ნაკლები. 15 წლის ბავშვები ყავთ დაქირავებული მოსაკლავად, რომელსაც არ ეხება კანონი. ერთი თემაც აღვნიშნოთ ახლა შაბათის რაღაც გაუგებარი აქცია ჩვენთან, ბავშვები მოვიდნენ, რაღაცებს ყვიროდნენ. ხო. მე დავწერე კიდეც სტატუსი და ახლაც გეტყვით, რომ ჩვენ მეპროტესტებო, არასოდეს არ დაგვიბალავს ჩვენი პოლიტიკური აფილირება. და ვის უჭერთ ხას ძალიან მაგარი მესიჯი იყო ერთი შალვა და ბაჩო აიზეთოსო და გური არაო და აზე თუ არა არის ან მე რატო არ უნდა ავიზეთო მაგის შენ გაარკვიე ხო და შესაბამისად ჩვენ არ დაგვიბალავს არასოდეს ჩვენი პონჩი ვარ ხო ჩვენი პოლიტიკური აფილირება არ დაგვიბალავს არასოდეს ჩვენ დაარსების დღიდან ლიბერდებილების წინამდე გვიყავით დაარსების დღიდან და ვართ კერძო არხი მოხვიდი აქ რაღაცა მოგთხოვო კი ბატონო თუ სადმე გალდაჩკა გაქვს ჩასაწერი და რაღაც შესრულებული აქციის რაღაცა atchoti გაქვს გასაგზავნი კი ბატონო მოდით მაგრამ სიგიჟია და ფორმატ უცნაური იყო მოვიდნენ 10 წუთი არა ალბათ იხმაურეს და წავიდნენ გაიქცნენ ნუ წავიდნენ რა გაქრნენ მოდი გავუშვათ ახლა ნანა ბუთხუძის აი ამ მსახიობის მინდა დავიწყო საშინაი ბოროტების უკიდეგანო მანქანა რა მაგაზე დგას რეალურად პროპაგანდაზე დგან მაგრამ ჩვენი ძალა არის სიმართლეში ჩვენი ძალა არის სიყვარულში ჩვენ ძალიან გაბრაზებულები ვართ ჩვენ მართლა ძალიან გაბრაზებული როგორ შეიძლება მე არ ვიყო გაბრაზებული აი ტკივილა ის ხეულის ტკივილამდე ჭრილობებამდე დასული ტკივილები მაქვს სიბრაზისგან მხოლოდ იმიტომ რომ ჩემი შვილი სტოლა ბიჭებს და გოგოებს საშინლად აწამებდნენ აი ხედავ მსახიობები რა მაგრები არიან არა ეს აი შენ ხშირად ლაპარაკობ აი ვიტყვი და მე გააცნე შენ ხშირად ლაპარაკობ ჭარბ რეალობაზე ხო ჭარბი რეალობა ვიღაცა ქმნის ამას და манипуляციურად იყენებს ვიღაცისთვის ეს არის ცხოვრების წესი, რომ აუცილებლად თუ არ გადააჭარბა დრამა კვინი ხვია ასეთ ადამიანს, ისე ვერ ცხოვრობს, რა შფოთი თუ არ აქვს. მე არ ამგონია რომ ჩვენი ქვეყანა დრამა კვინებს უნდა გადავაყოლოთ, ეს ერთი. წამება ისეთი სიტყვა, რომ ამ ქვეყანაში წამების ისეთი მაგალითები გვაქვს, რომ
ეხლა მიმდინარე მოვლენებთან თავი უნდა შეიკავო რაღაცაირად, რომ ეს წამება, სიტყვა წამება არ თქვა. ჯობილის სახლში თოზე ლაპარაკობენო. წამება არ ვიცი ამ ხალხს დანახი აქვს თუ არა, მაგრამ მეც მაქვს ჩემი თვალით დანახი, ძალიან ბევრს გვაქვს რას ნიშნავს წამება დანახი და ნაგზნობიც გვაქვს და შეხსენება საჭიროა ალბათ, მაგრამ ნუ საქართველოში წამებაზე ესე ხელაღებით ლაპარაკობენ არ მოსულა. და კიდევ ერთი რომ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ. მოდი აი მორალური კლასფეგიდან ჩამოვიდეთ, პიედესტალიდან ჩამოვიდეთ ყველანი და შევხედოთ რეალობას, ხო? ძალა აქეთ, ძალა იქით. ის ძალა ვერ აღწევს მასებამდე. მიუხედავად იმისა, რომ პოპულარულებიც არიან, ტელევიზიებიც აქვს, ინტერნეტ პორტალები, რა ვიცი, ყველაფერი. მედია აქვს. შეიძლება ჩვენზე მრავალი. მაგრამ მასებამდე ვერ აღწევს. იმიტომ რომ ის მესიჯი, რაც მიაქვს და ის ფორმა აბსოლუტურად მიუღებელია ქართველთა უმრავლესობისთვის. აბსოლუტურად. აი საჭმელში ჩაფურთხება თანაგზნობა, რაც იყო მადამი, ის თანაგზნობა გაანულაო ვერ ვთქვი, მაგრამ ძალიან დასცა. ეკლესიაზე დარტყმებმა, ანუ მასების მომხრობა თუ გინდა, შენ ხარ პასიონარული უმცირესობა. პასიონარული უმცირესობა ხარ, კი ბატონო, მაგრამ იმისთვის რომ ძირეული გარდაქმნა მოახდინო, შენ მასები უნდა აღაგზნო და ვერ აღაგზნებ. აი ამ რიტორიკით, აი ასეთი ტყუილებით, ეკლესიაზე თავდასხმით და გარდა ამისა, ყველაზე მნიშვნელოვანი და ეს დავასრულებ. სოფლიოში შეიცვალა ნარატივი. შენი იქაური მხარდამჭერები ამერიკაში. ყველაზე მთავარი ეგ არის. ფეხებზე კიდია, შეაჩერეს ყველანაირი დახმარება, ქალი-ქალია და კაცია-კაციას რომ დასინოდონ, ეხლა ტრამპმა სლოგანად გამოიყენა და ამერიკის ახალი დევიზია. მორჩა, აი ეს მოდი ესე ვთქვათ, საქართველოს ყოველთვის ესე იგი საბჭოთა კავშირის პერიოდიდან და საბჭოთა კავშირის განსხვავებით ვთქვათ ამერიკული იმპერიისგან ქონდა როგორი მოდელი იცი რომ სწავლობდა იმ ეთნიკურ ჯგუფებს რომელზეც ქონდა გავლენა მაგალითად ამერიკაში ხო კი არა და ამერიკული მოდელი გულისხმობს იმას რომ ავღანეთში ჩაატარონ გეი პრაიდი ან მაგალითად იაპონიასთან ომის პერიოდში, როდესაც ყველა სტატისტიკა აირია და აიკირავეს რუდ ბენედიქტი, რომელმაც თქვა, რომ თქვათ ეს ყველაფერი სხვანაირია რა. ამერიკას თავისი აროგანტული პოზიცია აქვს. საბჭოთა კავშირს ჰქონდა სრულიად სხვა მიმართება ჩვენთან. გვინდა არ გვინდა? ჩვენთან? ხო, გვინდა არ გვინდა მოგწონს არ მოგწონს ამას დავიდავანებოთ. ქართველი კოსმოსში წავიდა, მოიგო მსოფლიო ომი. იყო ქართველი, ხო, იყო წარმოდგენილი მეცნიერების უმაღლეს რანგში. შეგულისხმობ ქართველი პირადად კი გაფრინდა, კოსმონავტი არ იყო, არამედ ნუ ქართველი იყო ნაწილი, ხო, როგორც ერიხ ფრომი რო ამბობს, რომ ყველაზე ღარიბი რომაელიც ამაყობდა. იმპერიის შვილი წავიდა, კი ბატონო, ხო. ხო. ეთნიკურად ქართველი შეიძლება, მაგრამ მე ეთნიკურად ქართველი იყო, ესე იგი მეცნიერებაში ეთნიკურად ქართველი იყო ყველაზე პრესტიჟულ დარგში, ხა გვინდა არ გვინდა, ეგეც ის არის, რა ქვია, თუ გინდა ქუჩის ეკონომიკა რაღაცა მნიშვნელოვანი საკითხია, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ხელოვნებაში? ხელოვნება იყო რენესანსი, სპორტი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მაგ დროს შეიქმნა. ამ პერიოდის მერე იწყება უკიდურესი დეკადანსი. დღეს ჩვენ წარმოდგენილები ვართ ევროპასა და ამერიკაში, როგორც არ ვიცი, იაფი მუშახელი და ჩვენ ვერ ვქმნით გინდა ხელოვნების, გინდა მეცნიერების ნიმუშებს ისეც, რომელიც ბაზარზე იქნება გაყიდვადი. და რატომ იცი? იმიტომ რომ ის ეგრეთ წოდებული დახმარება ეხმარება მარტო ინჟინერებს და თავარი რაც არის, არც ევროკავშირმა, არც ამერიკამ რეალური ინვესტიციები რეალურ ეკონომიკაში არ ჩადო. აგერ გეუნება ის არაბი კაცი. 6 მილიარდი მომაქვს და ვაშენებ უძრაობას. შენ ხო ხტები ამას რამდენი მუშახელი დაჭირდება, რა ინფრასტრუქტურული პროექტებია, რა აპარატურა, რა მანქანები, ეს ყველაფერი იქნება აქ. და შესაბამისად ეს ძალიან გავს იმას, რომ არა მხოლოდ რაღაც ერთ პროექტში, არამედ ქართულ ეკონომიკაში შესაბამისად საქართველოში ისხდება. და სხვათა შორის კომენტარის გაკეთება მინდა და იმაზე, რომ ის ნარატივი მოკვდა მეტროპოლიაშიო შენახსენე რა. ხო. ესე იგი, ჩვენ ეხლა რატო უყვებოდი, ჩვენ 70-იანებში, 60-იანებში, 80-იანებში არ ვიყავით, ვთქვათ, უთავმოყარეო ქვეყანა. ჩვენ ვიყავით ქვეყანა, რომელსაც პატივს სცემდნენ, რომელსაც ითვალისწინებდნენ და ასე შემდეგ. ჩვენ 90-იანების მერე და განსაკუთრებით მიშას შემდეგ
და ყველაზე ხატწერი გამოსახულება ამის არის ნიკა გვარამია რო ელაპარაკება თუ არ ვწდები ვანო მერაბიშვილს რომ 1-2 უცხოელის სახელი მივაწეროთ და всё ყველაფერი გაправებულიაო რა ის თემაო იმიტომ რომ უცხოელი ამბობს ესეო ჯონი და რაღაცა რა და ისეთ პერიფერიად რო გადავიქეცით სადაც ესე იგი იმაში რა ქვია მეტროპოლიაში ანუ ნიუ-იორკში რო თქვა რომ გრავიტაცია არ არსებობს ჩვენი ენჯეოშნიკებიც იმას იტყვიან რომ გრავიტაცია აღარ არსებობს რო თქვა რომ ჟანგბადი ადამიანს ზეარამოვა ჟანგბადი ადამიანს არ ჭირდება ასე შემდეგ ყველაფერ ესეთ პერიფერიად საქართველოს არ უნდა გადაქცეულიყო და ამაზე მაგარი მაგალითი კაცო სახალხო დამცველი ტიპი ამბობს რომ ცალ ფეხზე უნდა ვიდგეთ ევროპა თუ გვეტყვის ამას და მაშინ კითხვა როდესაც აი იქ მეტროპოლიაში თავარი ამათი გურუ ამერიკის პრეზიდენტი ამბობს იმას რასაც ჩვენც ვერ ბედავთ რომ გვეტყვა ხო კი ცალს ალტინფოს ნარატივზე დაждდა კი და ეგეც უნდა გავარჩიოთ ხო და რატო აი ხო ხდები შენ ხო ამბობ რომ რასაც ის სიტყვის სიმართლეა რატო გაითიშნენ რატო არც კი ლანძღავენ გადაწყობის პერიოდი მოდის გავუშვათ ერთ წამ სანამ გავუშვებთ ვიდეო გავუშვათ ანუ მე მგონია რომ თუ არ ვწდები კვირა დღე იყო ტრამპმა რაც თქვა ზელენსკიზე აბა ბიჭო ეგეთი ესე იგი ნახე ისი თქმა მინდა არსებობს გაკეთებული საქმე, რომელიც ესე დაждდება და არსებობს საჯარო საუბრის და ვერბალიზაციის, ხო, თავის ეთიკა და წესები. მაგალითად, პუტინმა ამ ომს დაარქვა სპეციალურ სამხედრო ოპერაცია, ხო და არა ომი. ტრამპმა თქვა, რომ ეს ომი დაიწყო ზელენსკიმო, მას შეეძლო მისი არიდება და სტამბულში შეეძლო კიდე ამ ყველაფრის დალაგება. ესეთი გადაგდება ადამიანის, ესეთი დაფარჩაკება მე ისტორიაში არ გამიგია. ესე იგი მსახიობმა დაიწყო ყველაფერი და შეცვალა სამყარო. არა, მოდი მე სხვას გეტყვი რა. ძალიან პრაგმატიკოსია ეს ჩვენი ტრამპი. ანუ პუტინთან გარკვეული გარიგება ზელკა უნდა. იმისთვის რომ პუტინთან ზელკა დადოს ზელენსკი ხელს უშლის ამაში. იმიტომ რომ ზელენსკის იმდენი მაგრამ შალვა ეგ ამერიკის ინტერესია. დავასრულებ. ზელენსკი უშლის ხელს, იმიტომ რომ ჯერ ერთი პიროვნულად ვერ იტანს. ზელენსკის თხოვა რომ ბაიდენზე ინფორმაცია მომაწოდეო და ბაიდენ შეუძრა ზელენსკი. ეს ერთი. მეორე თვითონ ზელენსკის აღარ აქვს ხოდი. ზელენსკიმ იმდენი კრედიტი გასცა იქაურ მაცხოვრებლებზე, რომ რო თქვას ეხლა რომ მოდი გავყინოთ, დავიხიოთ, უკან შეჭავენ, მაინც შეჭავენ, მაგრამ მაინც. შესაბამისად ზელენსკი არ ჭირდება არანაირად და პუტინის ეხმარება ამაში და ეუბნება რომ ზელენსკის არ დაველაპარაკები, მხოლოდ შენ ევროპასაც არაო. მხოლოდ შენ დაგელაპარაკებიო. და აქედან გამომდინარე ის ზელენსკის უხეშად, ძალიან უხეშად, აი ბიზნესმენურად ხო და მაგას ვამბობ რომ შეიძლება უფრო ეთიკურად გაგეკეთებინა, იმიტომ რომ ეს ამერიკის ინტერესია. შალვა, ნახე, გინდა არ გინდა ამერიკის ინტერესია რა ეგ. არა. ნუ იყო თვეების წინ იყო ჩვენ მაღაზე არ გვეძახდნენ მოღალატეებს კაცო. როგორც მოაგვარა. გავიგე და ჩვენ მაღაზე არ გვეძახდნენ მოღალატეებს. ხო, გასაგებია, სხვა ქვეყანა არის ძალიან მეორე ფრონტს ჩვენგან მაგიტო არის. ჯოსტი მსოფლიო არის. უყურე კოლუმბიაში მეგობრებო. გავიგე და ამერიკა არის. დაიჭირა კოლუმბიელი ემიგრანტები, ჩაყარა თვითრინავში, კოლუმბიამ არ მიიღო სანქციები, უბრალოდ სანქციები კი არა, გაუძვირა 25%-ით გაუძვირა ყავა, იქ რაღაცა ხილი, დედაუტირა პრაქტიკულად ერთ წუთში ეკონომიკას კოლუმბიის და ნახევარ საათში პრეზიდენტმა კოლუმბიის პრეზიდენტმა დათმო. ნუ სხვათა შორის. ეგ არის, უყურე, ეს არის მსოფლიო, ეს არის. კი ბატონო, ხო და მე არ ვაკომენტარებ სხვა საკითხებს. გრენლანდიაზე რაც თქვა პუტინს ეგეთი არ უთქვავს არასოდეს. სხვა რამეს ვამბობ. უკრაინის საკითხი ამერიკის ინტერესი ხო იყო? აღარ არის. აღარ არის როგორ თვეების წინ ხო იყო? აღარ არის მორჩა, აღარ. გავიგე და თვეების წინ იყო? ნუ თვეების წინ რევოლუცია მოხდა რა შენ თეთრგვარდიელებს. ხო, მაგრამ არ შეიძლება ისე თქვა რომ იმარა ზელენსკიმ დაიწყო. შეიძლება მართლა ეგრე მოხდა. რა უთხრა? რა თქმა უნდა რომ ეგრე მოხდა, მაგრამ ზელენსკი არ დაუწყია ჯერ ერთი, მოდი დავიწყოთ თვადან. სხვამ დაიწყო ცოტა იქით. ზელენსკი ვინ ჩემი ფეხებია, მაგრამ რა უთხრა? რა მსახიობმა დაიწყო ომი და მსახიობ შეეძლო ამის აწილება. ცოტაღანიაცა და იტყვის კიდევაც. უყურე, რას ამბობს? შეგვეძლო დაგვედო გარიგება სტამბულშიო. და ბორის ჯონსონმა ჩაშალა ყველა. ბორის ჯონსონმა არა იმან ჩაშალა. ნუ ბრიტანეთმა. არა. იქით ჩაიშალა. ამერიკელებს გარე შეგრძელდა არ ჩაიშლებოდა რა. ბრიტანეთმა უფრო კი ბატონო. ხო, ნუ მოდი რა პირდაპირ თქვა რა. არ კითხავდა ეხლა ბაიდენს რას ამბობს. შესაბამისად
მას უნდა რომ მთელი ეს ნაგავი შეტენოს ბაიდენს, თვითონ მოაგვაროს და თქვას რომ აი 100 დღეც არ გასულა, რაც აქ ვარ და სისხლის ზღვა შევაჩერე. მორჩა. და პლუს რა თქმა უნდა, სანქციების მოხსნა რუსეთისგან არ უნდა შეგონია. მაგრამ შალვა არსებობს შეჩერების მეთოდები მეთქი. ეს არ არის ეგეთი კაცი, რა ვქნათ ახლა. ხო, მაგრამ ეს ტრამპი და ამერიკა არ უნდა გაუმიჯნოთ, რა. ეს ჩემთვის იყო, აი, ყბა ჩამომივარდა რა. ესეთი რამე ქართულ ოცნებას საერთოდ არ ვთქვა. ქართულ ოცნებას პუტინს არ უქმნია. ეს ანუ ტრამპმა თქვა, რომ ზელენსკიმ შეეძლო ომის არიდება თავიდან ტყუილად მოკლა ხალხი და ასე შემდეგ. პუტინს კიდევ რაღაც პრეტენზიები ჰქონდა, რა თქმა უნდა, მიუღებელი საზღვრები შეცვალა, მაგრამ რეფერენდუმი ჩაატარა, იქ რაღაცები იწვალა პუტინმა. ამან პირდაპირ დაურეკა ეხლა 40 წუთი აკაჩავა რა. პირდაპირ ის ხალი აკაჩავა. რა შეუნება იცი? მილიარდად მომყიდეოდა. მაგარი ამბავი. სად არის ევროკავშირი? რატო არ იცავს ევროკავშირი დააწვედა დანიის საზღვრებს? ჩვენთან რო აქვს დიდი გული კასტრაცია, ხო, მეორე მსოფლიო. მოდი გავშალვა ამ რასკლადში ჩვენ ქართველ ლიბერალებს და ნაცებს რა ეშველება. აი მოდი გავუშვათ დევდარიანი, ქეთი, ერთ-ერთი ლიბერალი, რის იმედზია, გავუშვათ. მე ყოველი გადაცემის წინ მაქვს ირაციონალური იმედი, რომ არ დამხვდება ეს ხელისუფლება პარასკევს ხელისუფლებაში. ნახოთ, სიდისი შეაწუხებს და წავა. აი, ამის იმედი აქვს. კი ბატონო, არა, ქეთი დევდარიანი ძალიან სწორი გოგოა, მორწმუნეა და ისეთია. რა მორწმუნეა? ფუნდამენტალისტია, ლიბერალია. ხო, გასაგებია. ანუ ქეთი დევდარიანი არის გიჟი. გაცმოდულია, კი. არა, ქეთი დევდარიანი არის გიჟი. აი, თქვა გვაინტერესებს ბერძენიშვილების, რაღაცა ვაშაძის, აი, კობერიძე კუტაბიჭი გაინტერესებს? გავუშთავო ძალიან საინტერესო ამასა. კუტაბიჭი თუ რაღაცა ჩემი თავში არსებული ფიქრი მე მჯერა და ჩემ თავს ვარ წუნებს საშხაპეში რო ვიძინებ მაშინ მეტროში როცა ვფიქრობ მე ხო ჩემ თავ ყველა წელს უნდა დავარწმუნო რომ კი მე ხო ყველა მე რატომ მეშინია ომის რატომ არ იქნება ომი იმ სიტუაციაში რა სწორი ქმედებაც მე წარმომიდგენია და ის არგუმენტები რისაც მე ჩემ თავს ვაჯერებ და მჯერა რატომ არ შემიძლია რომ სხვას დავაჯერ ის სხვა ჩემზე სულელად მიმაჩნია ჩემზე იდიოტად მიმაჩნია თუ რა ამ ანუ პოლიტიკა შეგრე ყოფნა არ მინდა რომ რაღაცები სულ ფილტრო, იმიტომ რომ ის სხვა ვერ გამიგდა რომ იმას საკმარისად ის ვერ მიწუდება და არ მგონია მე ჯერ არც სწორი არ მგონია და დიდად არც მართალი იყო რეალური შიში არის უმრავლესობაო გააჩერეთ ჩემზე იდიოტები არიან უმრავლესობაო და მე თუ მაქო ჭკვიანური არგუმენტებიო ამ არგუმენტებს იდიოტებს როგორ ვერ დავაჯერო დავიწყოთ იქიდან რომ ამ კაცზე იდიოტი არ ვიცი არის მრევლი სადმე არ არის მეორეს ერთი მაინტერესებს რა საკუთარ თავთან დიალოგი ხო საკუთარ თავთან ჭადრაკის თამაშია. ანუ ჯერ ასეთი დონის ჩაშვება და ინსპირაცია რომ საკუთარ თავს ესაუროს ეს კუტაბიჭი მას არა. კაი, ნუ დავუშვათ მოხდა სასწაული. რა არგუმენტებს ეუბნება საკუთარ თავს? ეგ არის საინტერესო რომ ომი არ იქნება. ფრი მარკეტი. ფრი მარკეტი გააჩერებს რელიგია. არა, ეგ ფუკუიამას თემაა, რომ ვაჭრობა კლავს. არა, даже ფუკუიამაზე ზემოთ, აი, იმენა რელიგია ამისთვის ეს ბაზარი დაარეგულირებს, ხო? ესეთი დებილი და ვერ ხვდება, რომ ზურა გირჩი ჯაფარიძე, რომელიც ასევე მორწმუნე ფრიმარკეტ ფუნდამენტალისტი იყო, შეიცვალა და გახდა ჩვეულებრივი აგენტი და გამყიდველი. ანუ ისინი უკვე და ზურა ატყუებს ამ პარტიას, რომ მე ისე ვისვა. ხო, აი, მაგალითად ეხლა და ეს და დებილი ის მეორე ჩელერო არის, ის რა ქვია ზორბაჩელი. ხო, ზორბაჩელი. ნანკა კალოტოზიშვილსაც მოусმინოთ. ჰანა არენტი, ოკეი. კი ბატონო. ყველამდე გავიაზროთ, რომ რეალურად ძალიან ბევრი პრობლემაა და უნდა გავერთიანდეთ და ჩვენ ქუჩაში გამოსულ ადამიანებმა მე მგონია, რომ პერიოდულად უნდა ტაქტიკა ვცვალოთ და შეიძლება მეტი დისკომფორტი უნდა შევუქმნათ ფსევდო ხელისუფლებას. რა არის? ანუ როგორ უნდა შევუქმნათ დისკომფორტი ქუჩა გადაკეთონ მაგრამ ეს არ არის ქუჩა გადაკეთონ კაფეებში ჩაუფურთხონ ხო მაგრამ კარგია სულია რა თქმა უნდა მაგრამ ეს თუ გააკეთეს საერთოდ ძალიან მალე დასრულდებიან ქუჩის გადაკეთვა როცა თვითვიზარია და უბრალოდ ჩვენ ვნახეთ ანადოლიძე როგორც კეთებს ქუჩას ხო ეგ ხელისუფლებას არ უქმნის დისკომფორტს პირიქით ეგ უქმნის უბრალო მოქალაქეებს რომლებსაც იმაში რა ქვია კაფეში ჩაფურთხება ხო რა თქმა უნდა მე დღეს თქვი მე მაინტერესებს იმ ბიზნესის თავში ჩამახედა არ ვიცი ვინც ამას ლეგიტიმაციას აძლევს რომ მის სტუმარს ჩაუფურთხონ
არა მე უბრალოდ რა მაინტერესებს რომ ეს ქართულ ხასიათში ეს ჩაფურთხება, მივარდნა არა მე არ მეჯერა არ არის არ ყოფილა როცა მიშას ვებრძოდით ბიჭები მივარდნენ რამდენჯერმე მიშას კონკრეტულ მიშას რომ მე ზედამხედველობის სამსახურმა ეს კაფეები უნდა დაკეტოს იმიტომ რომ მან და არის საფრთხე სიბინძურის არა მართლა ვამბობ შეიძლება რა არა მე უბრალოდ აი ეს ტელეფონით მივარდა და შეიმინგი ხო არა მარტო აქ სხვაგანაც ფარგლებს გარეთ მიშას დროს ბიჭები დაჩსაგურები და ბიჭები მიუვარდნენ რამდენჯერმე სუშის რო ჭამდა მიშას და ძალიან დიდი რისკის ქვეშ იყვნენ აბარა ეგ იყო არ მიუვარდნენ არავის არც პარლამენტის წევრებს თუ რა პრობლემა იყო შალვა რაზე მელაპარაკები მიშას დროს ესე იგი მანქანის დასიგნალებაზე კლავდნენ ადამიანებს იყო ეგრე ზედმეტი სიგნალის გამო სიგნალზე შარდენზე მოკლეს ტიპი კი ბატონო ანუ სიგნალზე იმაზე კი არა რამეზე მოდი აი დოლიძე საინტერესო განცხადებით გავუშვით როგორც ჩანს, აქ გადაწყვეტილია პირდაპირ და არაპირდაპირ ჩვენ გვაიძულონ რომ ამ ქვეყნიდან წავიდეთ. ან უნდა ჩაგვსვან, ან დაგვიჭირონ, ან ისე არაკომფორტული უნდა იყოს, რომ ჩვენი ქართული პასპორტებით ქვეყნიდან წავიდეთ და მადლობა ღმერთს. მიღებული აქვს ქართულ ხალხს და მიღებული აქვს გადაწყვეტილება, რომ ჩვენ აქ ვიცხოვრებთ. ეს არის რკინის გადაწყვეტილება. ქართული ხალხის სახელით რატო ლაპარაკობთ? ხო, ჩვენ ხო ვთქვით, რომ პირიქით არის დისკომფორტს თვითონ აპირებენ რომ შეგვიქმნა. მაგრამ ჩვენ ხო ვთქვით, რომ იმას აღარ უშვებდით. დავარღვიეთ ჩვენი რაღაცა მენტალური პრობლემები. მაშინ დოიაშვილი გაუშვა და დავაშვა. დოი, მე ტერორისტი გაუშვათ. არასდროს არ ყოფილვარ ეთერების ტრფიალი, არ მიყვარს ეს საქმე მაინც და მაინც, მაგრამ დღეს ამ სტუდიაში ვარ, იმიტომ რომ გაუსაძლისია ჩემის აზრით ეს სიჩუმე და სიყრუე, რომელიც მოდის პროკურატურისგან. გაუსაძლისია ეს აბსურდული ჯარიმები, ამდენი ხალხის დაკავება და უკვე აღარაფერს ვამბობ ამ დროზე, რომელიც მართლა სახეთ იქცა ამ ყველაფერს. ამიტომ ვარ დღეს მე სტუდიაში, რა ვიცი, სხვა რის გამო უნდა ვიყო იმისთვის, რომ გავერთიანდეთ და ახალი ენერგიით, ახალი ძალით, ძალიან მშვიდობიანად რაც მნიშვნელობა აქვს. გავაკეთოთ ჩვენი საქმე. აქამდე თეატრი იყო გაჩერებული. ჩვენ უბრალოდ რაღაცა პროტესტის ფორმა გქონდა. დღეს თეატრი გადავიდა აქტიურ ფაზაში, რაც იყო ჩვენი მანიფესტი და ნელ-ნელა რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ასევე ჩემთვის შემოგვიერთდებიან სხვა თეატრები. კაი, დავუშვათ საქართველოში არსებული ყველა თეატრი შემოგიერთდა და რა ხდება მე? პერფორმანსი. არ არის პერფორმანსი. და შორის ძალიან კაი ვქენით, რომ ჩვენ რასაც ლაპარაკობდით, იმიტომ რომ დოიმ ძალიან მაგარი რამე დადო, არ გავაჟღერეთ ეთერში, იმიტომ რომ ესენი ისეთი იშვიათი დებილები არიან. კიდე კაი არ მივეცით. არა, შეიძლება. არა, განაგრძეთ ეგრე საოცარი. ვერ გააკეთებდნენ იმას, მაგრამ მაინც. მეგობრებო, მე მინდა გისხათ ერთი რამ. ძალიან მძლავრი იდეოლოგიური მანქანა, როგორც არის ტრილიონი რომ დევს და 2 და 3 ტრილიონი რო ტრიალებს ჰოლივუდი. არა მარტო ჰოლივუდი, არამედ მთელი კრეატიული კლასი ამერიკის იყო ტრამპის წინააღმდეგ. ჩვენ ეს ვიცით. რატო იყო ტრამპის წინააღმდეგ? იმიტომ ხედავთ. იმიტომ რომ იყო კომპრომეტირებული. და მიშამ ეს მეთოდოლოგია წამოიღო ამერიკიდან. კი ბატონო. ეგ არის ჩემი ფავორიტი თემა 90-იანებიდან ფავტედი იყო ძალიან ამბიციური და ისეთი ტიპი, რომელიც უდებდა ხელშეკრულებებს კაბალურს, ზოგს ესროდა, ზოგს ძალიან იურიდიულად ბოლომდე კედელთან მიამწვდევდა, მაგრამ ვერც ერთმა რო ვერ გაჭრა, ხო, ვერც როლამ და ვერც იურისპრუდენციამ, მერე დაიწყო პირდაპირ კომპრომეტირება და რას მეუნები 30 წლის განმავლობაში ტოპ სტარებს რო გუშინ რო არავინ არ არის და დღეს რო ის არის რა ქვია ნახევრად ღმერთი და ნახევრად ადამიანი ეგრო გახდა ამაზე FBI-მ და CIA-მ არაფერი არ იცოდა მე ისე აღმოჩნდა რომ BlackRock-ის არსებულ კომპანიასთან მოუვიდა დავა ფავტედის და მაგიტო იმას ხო
ესე იგი კომპრომეტირებული იყო ყველა ეგ მალე გაიგებათ ძალიან. და ტრამპის არჩევნების წინ ჩვენ გვახსოვს კლინტ ისტვუდის გარდა ყველა მერილ სტრიპიდან დაწყებული ყველა დაეწყო ერთხმად და ეს რა 40 წლები მეორდება იმაშიო ამერიკაშიო. ხო და ამიტომ ამ მანქანამ ვერაფერი ვერ ქნა, მე კვლევა ჩაატარეს და ეს იქ ვერ ქნა მართლა სადაც გავლენა აქვს. კვლევა ჩაატარეს. აქ ვინ არის? კვლევა ჩაატარეს, სადაც კინოა ჯერ ერთი და სადაც ტელევიზია და შოუები. და სადაც ტრენდები იქნება. ტრენდები იქნება და მე ჩაატარეს გამოკვლევა და უმრავლესობას ამერიკელებისას საერთოდ არანაკლებს მსახიობი ახსოვს. რა ვიცი, დიდი მადლობა მეგობრებო, რომ გიყურეთ, ჩვენ ერთმანეთს ხო იქნება მატჩი. ხო, წესით კი. კი ბატონო, ხვალამდე. მადლობა ყურადღებისთვის.